გვერდს და ძალიან საინტერესო თემით დღეს იტალიურ ბაღებზე ვისაუბრებთ. ელისო, მოგესალმებით, მადლობა, რომ კვლავ ჩვენთან ერთად ხართ და რაც შეეხება იტალიურ ბაღებს, გამორჩეულია თავისი სტილით, კონცეფციით და ვფიქრობ ზოგაჩილში დავიწყოთ საუბარი. გისმენთ. კი, ნამდვილად ასე არის. საერთოდ ეს იტალიური ბაღები შეიძლება ითქვას ჩემი ფავორიტი სტილისტიკა და დიზაინი არის საერთოდ ბაღების დიზაინებს შორის სხვა ქვეყნებიდან გამომდინარე, სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით. და როგორც იცით, მქონდა მე ხან ეს ლანდშაფტური იტალიაში და ზოგადად აი ეს სპეციფიკა რაც არის იტალიური სტილი, ეს მინდოდა დამენახებინა ჩემი ვიზიტორებისთვის, ასე ვთქვათ და რატო უსვამ ახლა პარალელს ამას. იტალია როგორც თავისი კლიმატური პირობები ძალიან ერგება საქართველოს კლიმატურ პირობებს და მარტივად შეიძლება ეს იტალიური სტილი მოვარგოთ ქართულ სტილსაც. ამაზე ვისაუბროთ აუცილებლად. კი, აუცილებლად ვისაუბროთ დაწვრილებით და ეხლა თვითონ იტალიური სტილი ძირითადად რისგან შედგება, ხო? აქ ძალიან ბევრი არის მარადმწვანეები. დიახ. ძალიან ბევრი არის წყალი. ძალიან ბევრი არის სკულპტურები, ძალიან ბევრი არის ფორმირებული მცენარეები და ძალიან ბევრი არის, ასე ვთქვათ, ბევრი მზე და კარგი განწყობა. ანუ გეომეტრია, მაგრამ ფრანგული ბაღებისაგან განსხვავებით, აქ ცოტა დარბილებული გეომეტრია გვაქვს. ეს საინტერესოა. რა იგულისხმება ახლა ამაში დარბილებულ გეომეტრიაში? თუ საფრანგეთში გვაქვს ფრანგულ ბაღებში სწორ ხაზოვნება, იტალიაში ეს შეიძლება იყოს უფრო მომრგვალებული ფორმის. და რა თქმა უნდა, იტალიაში არის ტოპიარია. ეხლა ნახე ფრანგულ ბაღებში ხო ძალიან მოდაში არის და ძალიან ძველ ბაღებში ძალიან კარგად არის აი ფორმირებული ხემცენარები, მაგრამ ნახეთ იტალიაში როგორ არის დომინანტი მაინც ბაღი არის და საფრანგეთში დომინანტი ადამიანი, ანუ მე ვაკონტროლებ სიტუაციას, ასე ვთქვათ და აქ იტალიაში არის ბუნება. ბუნებას ვექვემდებარებით ჩვენ ადამიანები და ბუნებას ვერგებით ჩვენ. Ну, რა თქმა უნდა, აქ ძალიან ბევრი არის იტალიურ ბაღებში ცოცხალი კედელი, მარადმწვანეებისაგან შექმნილი. იქ რაღაცა სიღრმეში აუცილებლად არის სკულპტურა, წყალუხვია იტალია. ძალიან ბევრი წყალი არის და აი ეს წყლის შადრევნები, ეს აი ასეთ ბილიკები, რა თქმა უნდა, ეს წყლის ხმარო გესმის სადღაც ყურში და არ ხედავ და ამ დროს სადღაც მოუხვევ ამ ცოცხალ ღობეს და იქ სადღაც ნახავ რაღაცა პატარა ნიჟარაში, სადაც ეს წყალი მოჩუქჩუხებს. ну, აი საინტერესო არის ნამდვილად ეს იტალიური სტილის ბაღები და მარტივად შეიძლება რომ ინსპირაცია გახდეს ჩვენი საქართველოს ბაღებისთვის. აი მარტივად შეიძლება რომ მოვარგოთ. პირველი განსაზღვრელი არის, აი ნუ რადგან ახლა ამ თემაზე გადავედით, ალბათ კლიმატი, ხო? ფაქტორი იმისა, რომ იტალიური ბაღი მოერგოს ჩვენს რეალობას. კი, და კლიმატური პირობებიც აი თითქმის იდენტურია. შეიძლება ითქვას, რომ იქ უფრო მალე დგება ზაფხული, ვიდრე აქ. ჩვენ ფლორენციაში ვიყავით ზამბახების ფესტივალზე, როცა ჩვენთან ზამბახები აი სადღაც უფრო 20 მაისისკენ უკვე იფურჩქნება, ასე ვთქვათ და იქ დაანონსებულია ხოლმე 25 აპრილიდან. და ზუსტად აი პერიოდს დავამთხვეთ ეს ჩვენი ტური და ყველაზე აი ჩემი ვიზიტორებთან ერთად აი რას მინდა ხაზი რო გაუსვა. რა იყო იცით ამ ზამბახების, ну ამაზე მე ცალკე სტუმარიც მეყოლება ზამბახების თემაზე ვინც ისაუბრებს და უფრო დაწვრილებით იქ ვისაუბრებთ, მაგრამ ყველაზე მეტად ეს ზამბახების ბაღი იყო გორაგზე გაშენებული და ზეთისხილებთან ერთად და ყველაზე აი რაც მას გაგვაოცა ძველი ჯიშების დიდი არჩევანი იყო, სიმრავლე იყო და ანუ რას ემსახურება თურმე ამ ძველი ჯიშების შენარჩუნებას და გამრავლებას. და ნუ ამაზე რა თქმა უნდა უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ. დავუბრუნდეთ ფლორენციას მაშინ და როდესაც ახლა ფლორენციაზე და ბაღზე ვსაუბრობ, ბობოლის ბაღს ვერაფრით ვერ გამოვტოვებთ, იმიტომ რომ ეს არის მართლა 64.
64 დედამიწაზე და აი ვინც ნამყოფია და ვისაც ნანახი აქვს და მეც მხვდა წილად ბედნიერება ბობოლის ბაღში გასეირნების და ძირითადად მოდით ბობოლის ბაღის კონცეფცია, იმიტომ რომ გამორჩეულია თავისი თუნდაც ლანდშაფტით, გამორჩეულია სკულპტურები ახსენეთ და ძალიან საინტერესოდ არის ეს ყველაფერი განლაგებული და იმდენად ლამაზად არის შერწყმული ერთმანეთში, რომ მიხედვით იმისა, რომ ძალიან დიდია, ხო, ის მალე გადიხარ ამ სივრცეს და დაუსრულებელია ელისო და დაუსრულებლად გინდა რომ იქ იყო რაღაცა საოცარი ისა კონცეფცია, აი არ ვიცი, ენით ვერ გადმოვცემ, მე ძალიან დიდი ემოცია მქონდა და ძალიან დიდხანს ვფიქრობდი ბობოლის ბაღზე იქიდან რომ გამოვედი, მოკლედ ეს ემოცია კარგახანს გამომყვა. და აი ჩვენ მართავთ ბუნებასო, ხო? კი ბატონო, ეს ბაღი არ არის უბრალოდ ბაღი და აი ამით დავიწყოთ რა იგულისხმება ამაში. კი ბატონო, მართლაც აი ბობოლის ბაღი ერთ-ერთი გამორჩეული ბაღი არის და ეს იყო უფრო ძალის დემონსტრაცია. ანუ ნახეთ ისტორიას რო ჩაუყვეთ, ბობოლის ბაღი არის მედიჩების ბაღი. კი ბატონო. და ჩვენ წეღან სანამ ეთერში შემოვიდოდით, ვისაუბრეთ ხო მედიჩების სასახლეზე და იქვე ცნობილია ეს და იქიდან მერე უკვე გადიხარ ბობოლის ბაღში საოცრება. კი, ნამდვილად საოცრებაა და ანუ რა იყო ახლა მედიჩები მართავდნენ ფლორენციასკერა მთლიანად ტოსკანას და ფლორენცია არის დედაქალაქი, ასე ვთქვათ და მედიჩები საუკუნეების განმავლობაში მართავდნენ და რა თქმა უნდა მედიჩები იყვნენ ერთ-ერთი გვარის წარმომადგენლები ვინც ხელოვან ადამიანებს ფარველობდა. და ყველაზე აი ასე ვთქვათ, მოდა იწყებოდა ფლორენციიდან, ხო? ასე. და რა თქმა უნდა, ბაღების საფუძველიც არის ნამდვილად ფლორენცია და ჩვენს როგორც კი მოვხვდით ამ მედიჩების ბაღში, ეს არის ჯერ უზარმაზარი მასშტაბურად. ძალიან. ეხლა ჩვენთვის ხო, ჩვენ მაინც უფრო ესეთი მასშტაბური ბაღები არც გვაქვს. და იმიტომ აღნიშნე, რომ მიიღოთ იმისა, რომ არ ვარ შეჩეული, არ გამძიმებს პირიქით, კიდე რომ დაუსრულებადია. აი რა კარგად თქვით, ხო? კი, ზუსტად, ხო, ჯერ ერთი უზარმაზარია ციფრებით რომ ვისაუბროთ, რაღაცა წარმოუდგენელია ჩვენთვის, მაგრამ აი ბაღში რო შედიხარ, ჰარმონიაში ხარ იმ ბაღთან. ანუ ეს არ არის რაღაცა შორს და რაღაცა დისტანციურად. იქვე ხარ, იქვე სეირნობ. და არ გღლის, არ გღლის, ხო? ეს მასშტაბურობა, ანუ რა გამოვიდა, დამღლელი კი არ აღმოჩნდა, პირიქით, სულ იქ გინდა რომ იყო. სულ იმ ლაბირინთებში გინდა რომ იყო და აი ცოცხალი ღობეები, ლაბირინთები რო თქვი, ლაბირინთები, მწვანე ოთახებად რო არის ეს დაყოფილი და შედიხარ და ნუ რა უნდა დამხვდეს ახლა და როგორ რაღაცა აუცილებლად დაგხვდება. იქ შეიძლება მონუმენტი იყოს რაღაცა. იქ შეიძლება რაღაცა უზარმაზარი ფოთლოვანი ხე დაგხვდეს, ისტორიის მატარებელია და ყველაზე საინტერესო კიდევ აი ეს ლაბირინთები შემაწუხებელი და ვიწრო ქუჩები არ არის. რაღაცა შეგრძნება გაქვს, რომ აი შენ ხარ, შენ აკონტროლებ ამ ყველაფერს და ყველაზე საინტერესო ახლა ცენტრი არის მაინც ეს ძალიან დიდი შადრევანი და ნეპტუნის ძეგლით და როგორი განცდა მქონდა, რომ ხიდებით რომ მიდიხარ წარსულში გადავინაცვლი, ესე მგონია, რომ დროის წარმოიდგინე რაღაცა ესეთი კაბებით რომ დასეირნო, კი შლაპებით რაღაცა ქუდებით, მარაოთი რომ დადიხარ და დასეირნო. კი და ეს წრიული ფორმა ხო არის ცენტრი, მაგრამ თვითონ ეს ბობოლის ბაღი გორაგზეა აშენებული, ახლა როგორია ხო გორაგზე, ადიხარ, მაგრამ იმდენად საინტერესო ისტორია გხდება. ჯერ მითოლოგიური გმირების ის ძეგლები გხდება. იქ რაღაცა რო არ მოიწყინო დაიღალე, იქ აუცილებლად ქვის კამი, იმ დროინდელი ქვის კამზე ჩამოჯდები და ეს რო ადიხარ ხო განყოფილებებია, იქ გლიცინიების ხეივანია, იქ რაღაცა ფოთლოვანი ხეების, მარადმწვანე მუხების ხეივანში გავიარეთ. ნინო, ნუ რაღაცა ეს იყო ზღაპარი და ბოლოს ადიხარ და უცებს სწორდება ბიდამო და გადაყურებ ფლორენციას.
ნამდვილად ანუ ვინც აწავა სამოგზაუროდ ფლორენციაში ბობოლის ბაღი არ უნდა გამოტოვოთ. ნუ ესა ჯერ ხო ამ კედლებს შორის დადიხარ ასე ვთქვა, ცოცხალ კედლებს შორის ამ ლაბირინთებში და უცებ ხარ სადღაც ზემოთ მზესთან ახლოს. რაღაცა სასწაულიც არის და გადაყურებ ამ მთლიან ამ ფლორენციას და ამ დროს ჩვენ დაგვემთხვა ზარების რეკვას ეკლესიურს და იცით რა დაგვემართა შოკი კულტურული შოკი ქონდა ვერ მივხვდით ჯერ სად ვართ 64-ში ვართ რეალობაში ვართ თუ სად ვართ ნუ ეს იყო დედამიწაზე ერთ-ერთი 64 კი დედამიწაზე და თან ეს ყველაფერი არის მასშტაბურად დიდი და ალბათ ესეც მოქმედებს მე ფსიქოლოგიას ლანდშაფტური ფსიქოლოგიაზე ჩვენ ადრე ქონდა საუბარი და ეს ნუ იდენტურია უცებს საიდღანაც ასე ვთქვათ ასეთ გრანდიოზულობას და ყველაზე მთავარი რა იყო იცით კიდევ ესეთი გაპრანჭული და ხელოვნურად გაკეთებული კი არ არის აი ბუნებრივად არის თითქოს ისეთი შეგრძნება გრჩება რომ ბუნებრივად არის ეს არ წუხდები ძალიან ლამაზი ბუნებრივად ლამაზი ქალი როა და ლამაზი გადმოპრანჭული ხო აი რა კარგი შედარება გააკეთე ხო აი ნამდვილად აი ბუნებრივი ლამაზი და საოცარი რაღაცის მოდის უნიკალური ხეები ეს უზარმაზარი ეხლა საერთოდ ეს მედიჩების ისტორია ბაღის ისტორია საერთოდ იტალიური სტილის ბაღების ისტორია აი მე-14 საუკუნიდან იწყებს ფეხმოკიდებას და ზუსტად ნახეთ ეს ბობოლის ბაღები არის ინსპირაცია სხვა ევროპული ბაღების იმიტომ რომ იქ შეუძლებელია რომ ემოციის გარეშე დარჩე და რა თქმა უნდა მაგათაც ევროპასაც ეს გემოვნება ხო აქვთ და ეს პირველი ბაღი არის თურმე აი როგორც ხელოვნების ნიმუში არის ნამდვილად და ისტორიას რომ ვკითხულობდი ეს ბობოლის ბაღი შეიძლება იყოს სხვა დანარჩენი იტალიური სტილის ბაღების ინსპირაცია და საფუძველი სარჩული ბატონო და მოკლედ მშვენიერი გასეირნება გამოგვივიდა ბობოლის ბაღში და ისევ დავუბრუნდეთ ელისოს შესაძლებლობებს ახლა ნუ ბობოლის ბაღს ვერ გავაშენებთ იდენტურ საქართველოში ხო თუმცა ჩვენც მშვენიერი ბაღები გვაქვს და ჩვენ გქონდა ჩვენ კი ბატონო ამაზე არასაც აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენ თბილისურ ბაღებს ვისაუბრეთ თუნდაც აი ხა ბოტანიკურ ბაღში ერთი ბედნიერება სეირნობა და ნუ რაღაცა საკურაყაო და მე მგონი დამთავრდა ხო საკურაყაო და ნუ აი ძალიან ლამაზია თუმცა აი რადგან ახლა იტალიური სტილის ბაღებზე იტალიურ ბაღებზე ვსაუბრობ და მართლა ერთ-ერთი გამორჩეული ბაღის კონცეფციაა ზოგადად ხო მსოფლიო მოკლედ როგორც ვთქვით კლიმატური პირობები ხელს გვიწყობს იმისთვის რომ თუ სურველი არის ახლა დამკვეთი მოდი ავიღოთ დამკვეთს უნდა იტალიური სტილის ბაღი რომ გააშენოს მაგრამ რა არის გასათვალისწინებელი ამ შემთხვევაში ნუ ყველაზე პირველი არის გასათვალისწინებელი დასავლეთ საქართველოში კეთდება თუ აღმოსავლეთ საქართველოში ნახეთ ახლა აი თუნდაც იმ ბობოლის ბაღებში ხო ციტრუსიც არის წამყვანი ეს თავიან ქოთნებში, ტერაკოტა ქოთნებში, ეს ამ სიმწანეში ეს ფერი როდებს და ეს თავისი ციტრუსი და თავისი სიყვითლე რო შემოდის, ულამაზესია და ნახეთ ახლა აღმოსავლეთ საქართველოში ციტრუს ცოტა გაუჭირდება, ხო? დასავლეთში კი ბატონო, თავისუფლად შეგიძლიათ მოარგოთ ამ ყველაფერს და აი ამას გააჩნია. ჩვენ და რატომღაც ძალიან მკვეთრად განსხვავდება აღმოსავლეთ საქართველო, დასავლეთ საქართველო ამ კლიმატის პირობებიდან გამომდინარე და ისე ცოცხალი ღობე ახლა იქ რაც უთხოვრის ხეები ხო ვნახეთ იქ ბზის ხეები ვნახეთ 1000 ისეთი კვიდოს მცენარეები ვნახეთ დაფნები აი დაფნები თითქოსა ჩვენთან ის არის ხო აი ველურობასთან უფრო ასოცირდება ახლა დაფნა რო დეკორატიულ ნაწილში რო შემოიყვანო ხო ცოტა გაგვიჭირდება თან დაფნა ძალიან მალე ის არის დავადებების მიმართ მოწყვლადი და ამიტომ უფრო თავს ვიკავოთ მაგრამ იქ არის აი 2 მეტრიანი დაფნას ის ცოცხალი კედლებია და აი ეს მომენტები რაღაცა ის მცენარეები მაგრამ რა თქმა უნდა ბაღს მოვლა უნდა ეგ ხო ისი არ არის რომ მე-14 მედიჩემა გააშენეს ახსო მორჩა დამთავრდა ის კი არა ჩვენ ახლა ძირითადად აი სურვილები ჩვენი პატარა აზროვნების ის რო ვარ აი მეზობედას დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ბობოლის ბაღში
ნუ იქ ახლა მთელი სამუშაო ჯგუფები არის ვინც უვლის ამ ყველაფერს და თან კიდევ ჩვენ შევამჩნიეთ ერთ ადგილას ცოტა ისეთ მიყურებულ ადგილას იყო ასე ვთქვათ სადაც დაავადებულ მცენარებს კურნალობდნენ რაღაცა ისეთი გასაჩერებელი ადგილი იყო და მე გოგოებმაც ფოტოები რო გადაიღეს დააფიქსირეს კედელი ხო ძველი უძველესია ის აი საღებავი უკვე აკეცრილი მაგრამ ისე ლამაზად იდგაო აქო მანდარინიო ნუ აი ფოტოები გადაიღეს საოცარი ხელოვნების ნიმუშის ფოტოები გამოუვიდათ და რაღაცა ისეთი როცა უკვე იმ გარემოში ხარ ნინო ხო ვფიქრობ იქ დაიბადე იქ გაიზარდე უკვე ეს ესთეტიკური სილამაზე ეს უკვე შენია კი ბატონო, თუმცა ჩვენც არ გვაკლია, ხო, ჩვენც არ გვაკლია ესთეტიკა ნამდვილად, მაგრამ იქ ალბათ უფრო კიდევ რა არის იცი, პატივისცემა წარსულის მიმართ, პატივისცემა არსებობს. ჩვენც არ გვაკლია პატივისცემა წარსულის მიმართ. კი. ეს უკვე ხა სხვა თემებზე გადავდივართ. კი, ნამდვილად, მაგრამ აი რაღაც არ ვიცი, ალბათ მე თვითონ ძალიან რომ მიყვარს ეს იტალია და იტალიური სტილი, ამიტომ ყველაფერი დადებითად მეჩვენება, მაგრამ რა თქმა უნდა, კი ბატონო თუმცა თუ ასე ვისაუბროთ, ყველგან არის როგორც დადებითი რა თქმა უნდა. ბატონო ეს უკვე სხვა სასაუბრო თემა, თუმცა რაც შეეხება მართლა იტალიურ ბაღებს, ნუ გენიალურია და ეს თავისი წყლის სისტემებით და როგორი სისტემებით ქონდათ ეს აშენებული და ყველაზე მთავარი კიდე ყურადღება რასაც გავამახვილეთ, ხო? აი ბეტონს ვერ ნახავ ერთად. ანუ ეს ბილიკები ყველა არის აბსოლუტურად აი მოხრეშილი. რაც აი ჩვენთვის იყო აი ხა ასეთ დიდ ბაღებში რაღაცა ჩვენთან უფრო აი ბეტონის ბილიკები და ქვები და რა იქ არის ბუნებრივად აი მოხრეშილად არის რომელიც აბსოლუტურად არც ფეხს არ გდგენს და თავისუფლად შეგიძლია რომ ისე ირნო აი ეს ხეივნების თემაც ეს გლიცინიები ზუსტად იმ პერიოდში დაემთხვა ჩვენი მოგზაურობაც რომ ეს გლიცინიები ყვაოდ ეხლა არის მაგათი სეზონი და უზარმაზარი რომ არ მთავრდება ეს გვირაბები ასე ვთქვათ რაღაცა იყო ეს სასწაული. ეხლა ნახეთ კიდევ რას მინდა ყურადღება რომ გავამახვილო. იტალიური სტილის ბაღები უფრო მარადმწვანეებისაგან არის, ხო? აი მოყვავილეები თითქოს დაგაკლდება. ბობოზე ვისაუბრეთ, ხო? და სიმწვანეა. ძირითადად კი, ბობოლი არის სიმწვანეა. მწვანეა, კი, ნამდვილად. აი რაღაცა ისეთი კუნძულებსაც ვერ ნახავ, რაღაცა მოყვავილეები რო იყოს, ხო? ანუ ეს სიმწვანე მზესთან, ცასთან სიმწვანე გრადაციები, აი მწვანეების გრადაციებია ძალიან კარგად გაკეთებული და ეს როცა მასიურად არის, ხო? აი ერთი მუქი მწვანე, აი უთხოვარი დაფნა, ბზა კი არა უთხოვარი უთხოვრების კუნძული, დაფნები და ეს გრადაცია იყო ისე კარგად რომ თითქოს ის სიფერადე არ გაკლია. არა, ნამდვილად. ვერც მიხვდები რა მაკლია. არც გახსენდება, ხო, ნინო? არც მოითხოვს. ხო, აი, მე ჩვენ ვარჩევდით, რომ აი რა ვნახე, მე შეკითხვებსაც უსმენდი, გარჩევებიც ჰქონდა, რა დაგაკლდა? აი, მაინტერესებდა. რა დაგაკლდა? გოგოები ამბობდნენ, რომ არ დამაკლდა და მე ვახსენებდი, აი, მე ვთხარი, ყვავილები ხო არ გინახიათ არსად მეთქი. ვარდები ოიმო, სულ არ გაგვახსენდაო. იმდენად დიდებული არის და ალბათ ეს იმისი ბრალიც არის, ასე ვთქვათ, რომ ძალიან ბევრი წყლის შადრევნები არის. ძალიან ბევრი ძეგლებია, მონუმენტებია, მითოლოგიაში რო ხარ, შეიძლება ეს მოყვავილეები და ეს ერწყლოვდები ეს ათანაბრებდა ალბათ სიჭრელე უკვე გადატვირთავდა და რა თქმა უნდა ხა ეს არის ერთ-ერთი ესე ვთქვათ დიდებული ბაღი და ეს ყველაფერი იყო გათვალისწინებული ხო ეთყობა ხო გათვალისწინებას ალბათ და თან ჩვენ ახლა გაზაფხულში ნუ ახლა აპრილში რო ვიყავით ეს პერიოდია როცა მოყვავილე ფოთლოვანი მცენარეები ჯერ ყვავილობაში რო არიან და მერე იფოთლებიან და ახლა ეს წარმოვიდგინოთ ახლა უცებ გონებაში შემოდგომა მარანწანები კი დარჩა, მაგრამ ისინი ხო ფერ შეიცვლიან და ანუ რა გამოდის, ანუ ყვავილების გარეშედაც შეიძლება თურმე ბაღების გაშენებაც, ხო? ძალიან საინტერესო. ნუ იქ ახლა მრავალფეროვანი ჩიტები იყო და აი ეს თავიანთი ჭიკჭიკებით და რა ვიცი, აი თუთი ხუშები რომ ზედ თავზე რომ დაფრინავენ, მართლა აი ემოციებში ვიყავით და ემოციებით დატვირთულები წამო
გამოვედით და ეს იყო დასაწყისი და მერე ჩვენ ნელ-ნელა კიდევ სხვა ბაღებსაც განვიხილავთ აქ ჩვენს გადაცემაში. ანუ ახლა გვექნება იტალიური ბაღების ციკლი. კი, იტალიური ბაღების ციკლი გვექნება და აი იმ ტურს გავივლით აქ თქვენთან ერთადაც. ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო საუბრისთვის და ცოტა ხნით რაღაც ღაპრულ სამყაროში გადავინაცვლეთ. ჩვენ ვისაუბრეთ იტალიურ ბაღებზე, კონკრეტულად ბობოლის ბაღით დავიწყეთ იტალიური ბაღების ციკლი და როგორც ქალბატონმა ელისომ დაანონსა, რაღაც გარკვეული პერიოდი ჩვენი საუბრის თემა სწორედ იტალიური ბაღები იქნება, ასე რომ წინ კიდევ ძალიან ბევრი ესეთი ვირტუალური გასეირნება გველოდება ერთად. ელისო, დიდი მადლობა. კი ბატონო, არაფერს აუცილებლად საინტერესო იქნება ჩვენი ეთერი. კი ბატონო და მე თქვენთან ვრჩები, სულ მალე დაგიბრუნდებით.